საქართველოს ისტორიაში ძალიან ცოტაა ისეთი დიდი მეფე, როგორიც დავით აღმაშენებელი იყო. გადაუჭარბებლად შეიძლება იმის თქმა, რომ ის ყველაზე დიდი მონარქია, რომელმაც ძლიერი და ერთიანი საქართველო შექმნა. მაგრამ რა იყო დავითის ძალაუფლებისა და წარმატების საიდუმლო? რატომ მიიჩნია მან, რომ ეკლესიის გულიდან უნდა გაეწმინდა სიბნელე და სიცხუე? რატომ წერს მემატიანი, რომ წმინდანი ეკლესიანი სახლნი ღმთისანი ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნენ? ამ ვიდეოში ვისაუბრებთ რუის ურბნისის კრების შესახებ, რომელმაც დავითის საქართველო შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ დავით აღმაშენებელს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო წილად, მან მოახერხა თავისი 36 წლიანი მმართველობის განმავლობაში მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმის გატარება და ამასთან ერთად საქართველოს მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა. მე-12 საუკუნის დასაწყისიდან დავით აღმაშენებელმა გამოკვეთა საერო ხელისუფლების უფლებების სასულიერო სფეროში. ამ პერიოდის საეკლესიო ხელისუფლების საფუძველს საქართველოში მემამულეობა შეადგენდა. დავით აღმაშენებელი სამამულო მიწათმფლობელობის გაღრმავებაში ხედავდა ცენტრალური ხელისუფლების საფრთხეს. რასაკვირველია, იგი უძლური იყო გზა გადაეღობა, დაემუხრუჭებინა ფეოდალიზაციის პროცესის შემდგომი გაღრმავება, რათა სახელმწიფო მიწის მფლობელობას გაემარჯვა სამამულო ფეოდალურზე. მაღალ საეკლესიო თანამდებობებზე, როგორც საერთოდ ყველა ფეოდალურ ქვეყანაში, მხოლოდ დიდგვაროვნებს ნიშნავდნენ. საეკლესიო თანამდებობებზე ხშირად არაკეთილსინდისიერი, შემთხვევითი პირები ხვდებოდნენ. უფრო მეტიც, ბევრჯერ ეკლესია ყოველგვარი უმსგავსობის წამომწყები ხდებოდა. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ თანამედროვეებსაც. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ წმინდა ეკლესიები, ღვთის სახლები ავაზაკთა ბუნაგებად იქცნენ. უმაღლესი საეპისკოპოსოები ღირსების მიხედვით კი არა, ქრთამითა და მემკვიდრეობით ჩაიგდეს უღირსებმა და უწესოებმა, ვითარც ავაზაკებმა. მათივე მსგავსნი ქორეპისკოპოსები და ხუცესებიც დაადგინეს, რომლებიც ღვთის კანონთან ნაცვლად უსჯულოებას ასწავლიდნენ მათ ქვეშ მყოფთ. თავად უფლის სახლიდან და მღვდელთაგან გამოდიოდა ყოველგვარი უსჯულოება და ცოდვა. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, როგორც ვხედავთ, ხას უსვამს იმ გარემოებას, რომ მამულობით უფროს, ვიდრე ღირსებით იყვნენ დაწინაურებულნი სასულიერო თანამდებობებზე. დავით აღმაშენებლის თაოსნობით მოწვეული დიდი საეკლესიო კრება ჩვენს ისტორიოგრაფიაში რუის ურბნისის კრების სახელწოდებითაა ცნობილი. ეკლესიის დამოუკიდებლობა არ შეესაბამებოდა ძლიერი სახელმწიფოს სულ უფრო და უფრო მზარდ და განვითარებად ინტერესებს. საქართველოს საბოლოო გაერთიანება ეკლესიის ამ დიდი ფეოდალური ძალის მონარქიასთან ურთიერთობის მოუგვარებლად წარმოუდგენელი იყო. ეკლესიის ცალკეული დაწესებულებები ზოგჯერ სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსული ერისთავების დაცვას და შეფარებას კისრულობდნენ. ამით ეკლესია ხას უსვამდა, ზოგჯერ ებღაუჭებოდა თავის პრიორიტეტს სახელმწიფო ხელისუფლების წინაშე. სამღვდელოება წინააღმდეგობრივ გზაზე მხოლოდ მე-12 საუკუნის პირველ მეოთხედში არ დამდგარა. ეს პროცესი გაერთიანებული საქართველოს არსებობის მთელ მანძილზე მიმდინარეობდა. საეკლესიო თანამდებობის ყიდვა-გაყიდვა იმდენად ძლიერი იყო მე-11 საუკუნის შუა წლების საქართველოში, რომ მას პროგრესულ საეკლესიო მოღვაწეთა განსაკუთრებული ყურადღება მიუქცევია. სამღვდელოების გადაგვარებაში თვით ბაგრატ მე-4-საც მიუძღოდა ბრალი, რადგან ზოგ შემთხვევაში სასულიერო თანამდებობებზე უღირსი პირების დანიშვნას თურმე თვითონაც ხელს უწყობდა. ბაგრატ მე-4-ის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც საქართველოს ტახტს გიორგი მეორე განაგებდა, საერო და საეკლესიო დიდგვაროვნები კიდევ უფრო გაძლიერდნენ და უფრო მეტად დაუპირისპირდნენ სამეფო ხელისუფლებას. გიორგი მეორემ მათ სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია. საქართველოს სახელმწიფოში მე-11 საუკუნის მიწურულისთვის მეტად რთული მდგომარეობა შეიქმნა. ამ ხრივ გადამწყვეტი ღონისძიება მხოლოდ მე-12 საუკუნის დამდეგს იქნა მიღებული. პირველი ქმედითი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ ამ მიმართულებით გადადგა 1004 წელს
დიდი საეკლესიო კრების მოწვევა იყო. კრებისა, რომელიც რუის ურბნისის კრების სახელითაა ცნობილი. კრების გადაწყვეტილებათა ძეგლის წერის შესავალში აღნიშნულია, რომ კრება მოწვეული იყო სანახებთა ქართლისათა მახლობლად ორთა საეპისკოპოსოთა რუისისა და ურბნისისა. აქედან გამომდინარე კრებას უწოდეს რუის ურბნისისა. ტექსტიდან კი ნათელია, რომ საეკლესიო კრება შედგა სანახებთა ქართლისათა. ზუსტი ადგილი კრების მოწვევისა მინიშნებული არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ არც რუისსა და არც ურბნისში იგი არ ჩატარებულა. ნიშანდობლივია, რომ წიგნობარ თუხუცესი გიორგი მხარში ედგა დავით აღმაშენებელს მის სახელმწიფოებრივ და კულტურულ საქმიანობაში. იგი ქვეყანაში მიმდინარე ყველა დიდ გარდაქმნაში მეფის თანამზრახველი და თანამდგომი იყო. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა რუის ურბნისის კრების მუშაობაში. კრებას ესწრებოდნენ გიორგი მეორე. იგი ძეგლის წერაში მეფედ და ყოვლის აღმოსავლეთისა და დასავლეთისა კესაროსად არის მოხსენიებული. ბიზანტიის დედოფალი მართა, გიორგი მეორის და სხვა. საეკლესიო კრებამ განიხილა იმ დროისათვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხები. პირველი რიგის ამოცანად დაისახა უღირს თანამდებობის პირთა გადაყენება, განკვეთა. დავით აღმაშენებელს კარგად ჰქონდა გათვალისწინებული ის სიძნელეები, რომელიც კრების მსვლელობას წინ გადაეღობებოდა. ბუნებრივია ის პირები, ვისაც თანამდებობები ეკავათ, არც ისე ადვილად დათმობდნენ გაბატონებულ მდგომარეობას. დიდმა საეკლესიო კრებამ ძეგლის წერის სახით დააკანონა შემდეგი. განკვეთა ის პირები, რომლებიც ვერ ღირსებით იყვნენ მოხვედრილი დიდ საეკლესიო თანამდებობებზე. მათ ნაცვლად კრებამ შეარჩია სხვა, უფრო ღირსეული პირები, რომლებიც ასაკითაც და თავიანთი საქმიანობითაც უფრო შეეფერებოდნენ ასეთ თანამდებობებს. ამ პუნქტში სამღვდელო პირთა ასაკის ხსენება შემთხვევითი არ უნდა იყოს. საფიქრებელია, რომ სხვადასხვა გზით უასაკოებიც ინიშნებოდნენ მაღალ თანამდებობებზე. ეს ძეგლის წერის შემდეგ მუხლშიაც ნათლად ჩანს. დაკანონდა სამღვდელო პირთა ხელდასმის წესი. განისაზღვრა ასაკი, რომლის უადრეს არ ერგებოდა საეკლესიო თანამდებობებზე ხელდასმა. მაგალითად 35 წელი ეპისკოპოსისათვის, 30 მღვდელთათვის, 25 დიაკონთათვის, 8 წიგნის მკითხველთათვის. საეკლესიო კრებამ აკრძალა ხელდასმით ერთსა და იმავე დღეს ერთი თანამდებობიდან მეორე და მესამე ხარისხზე აყვანა. როგორც ჩანს, ეს წესი ფართოდ ყოფილა გავრცელებული. შენი და შენი შვილის პიროვნული განვითარებისთვის. ფასკუნჯი გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა. რა არის ფასკუნჯი? მული აღწერაში. კრებამ აუცილებლად ჩათვალა, რომ საეკლესიო იერარქიულ კიბეზე აღმასვლა უნდა მომხდარიყო ყველა საფეხურის საფუძვლიანად გავლის, გარკვეული გამოცდილების შეძენის შემდეგ. სამღვდელოების მისწრაფება მექრთამეობისაკენ აშკარადაა გამოვლენილი კრების დადგენილების სათანადო მუხლში, სადაც საგანგებო ზომებია გათვალისწინებული ამ უმსგავსობის წინააღმდეგ. ეკლესიიდან უნდა აღკვეთილიყო ქრთამის აღება, ხელდასმის სანაცვლოდ და სხვა. აიკრძალა ეკლესიის გარეშე ნათლისცემა და გვირგვინის კურთხევა. აიკრძალა გვირგვინის კურთხევა ჩვილთა ქალყმათა. თუ მშობლებს გადაწყვეტილი ჰქონდათ დამოყრება, ნება ეძლეოდათ პატარები დაეწინდათ, ხოლო დაქორწინება მხოლოდ განსაზღვრულ ასაკში იყო დაშვებული. ჯვარდასაწერი ქალი 12 წლისაზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. კათოლიკოს და ეპისკოპოსებს დაევალათ ქორეპისკოპოსებად სჯულისა და საღვთოთა წიგნთა მეცნიერი აერჩიათ, რათა უბიწოდ დაეცვათ ყველა საქრისტიანო წესი. კრებამ დაგმო მონასტრებში მოძღვართა სიმრავლე, ზოგჯერ თურმე მათი რიცხვი 30-საც აღწევდა. ადგილი ჰქონდა მათ შორის უთანხმოებას, რასაც ხშირად შფოთი მოჰყვებოდა და დაადგინა, რომ როგორც წესი, მონასტერში ერთი მოძღვარი უნდა ყოფილიყო. მხოლოდ დიდ მონასტრებს ჰქონდათ 2 მოძღვრის ყოლისუფლება. აიკრძალა მონასტრებთან ვაჭრობის, ბაზრობის გამართვა. ძეგლის წერის შემდეგ მუხლების შინა საეკლესიო საქმიანობის მოწესრიგებას ეხებოდა. ძეგლის წერის საგანგებო მუხლით განჩინება სოდომური ცოდვებისათვის კრებამ აკრძალა სხვადასხვა უწესობანი, რომელიც დამკვიდრებული ყოფილა საერო და საეკლესიო პირთა შორისაც. როგორც ხედავთ, სრულიად საქართველოს დიდ რუის ურბნისის საეკლესიო კრებას
ფრიად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიუღია. თვით ეს კრება დავით აღმაშენებლის მიერ გატარებული საეკლესიო რეფორმის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მე-12 საუკუნის პირველი მეოთხედისათვის პირადი ღირსებების მიხედვით საეკლესიო თანამდებობებზე სასულიერო პირთა დანიშვნა უდიდესი მნიშვნელობის გადაწყვეტილება იყო. ყველა კანონი, რომელიც საეკლესიო კრებამ ძეგლის წერის სახით მიიღო, თავისთავად ცალკეულ რეფორმას წარმოადგენდა ეკლესიაში. ძეგლის წერის ანალიზი ერთხელ კიდევ ხაზგასმით მიგვანიშნებს იმ დიდი დაძაბული ბრძოლის შესახებ, რომელიც მეფესა და დიდგვაროვან ფეოდალებს, კერძოდ ეკლესიას შორის არსებობდა. მემკვიდრეობის წესი ეკლესიის მართვა-გამგებლობაში ტრადიციულად კარგა ხნის დაკანონებული იყო. ამჯერად კი ეკლესიაში არსებული დარღვევები ამ ორგანიზმის დამორჩილებით დაინტერესებულმა საქართველოს სამეფო კარმა მარჯვედ გამოიყენა და თავისი მოწინააღმდეგე საეკლესიო პირები მოაშორა ეკლესიას. ნაცვლად კი სამეფო პოლიტიკის მომხრენი დანიშნა. დავით აღმაშენებლის მიერ ასეთი ფართო მასშტაბის კრების ჩატარება და ქმედითი ჩარევა საეკლესიო საქმეებში თავისთავად მეტყველებდა მეფის გაზრდილ უფლებებზე სასულიერო საქმეებში. საქართველოს სამეფო კარის პოლიტიკა იმდენად აქტიური და მძლავრი იყო, რომ ეკლესია შეურიგდა მის მიმართ მეფის უფლებების გაზრდას. ამგვარად მე-12 საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოში სახელმწიფომ თავისი გავლენა მკვეთრად გაავრცელა ეკლესიაზე. ამიერიდან დიდი ფეოდალები ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ძლიერ მოკავშირეებს კარგავენ მღვდელმთავრების სახით. დავით აღმაშენებლის საეკლესიო პოლიტიკა, რომელიც მნიშვნელოვანი ნაწილი იყო იმ დიდი სამეფისკარო პოლიტიკისა, ქვეყნის ცენტრალიზაციას და კულტურის წინსვლას რომ ემსახურებოდა, წარმატებით გადაჭრის ჩარჩოში მოექცა. საქართველოს სამეფოს მიერ გარკვეული წარმატებების მოპოვების შედეგად ჩამოყალიბდა მეფის მკვეთრად გამოსახული ძალაუფლება. ამას თავის მხრივ ხელი შეუწყო სამეფო ხელისუფლების მიერ გატარებულმა მნიშვნელოვანმა ღონისძიებამ, ჭყონდიდელისა და მწიგნობართუ ხუცესის თანამდებობების გაერთიანებამ. დაგვიწერეთ თქვენი აზრი რუის ურბნისის კრების შესახებ. გამოიწერეთ კარდუს არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოზე.